ძალიან დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი კომპოზიციით შემოგვიერთდა ჯგუფი ირიაო, რომელიც გეგმავს პრინციპში უკვე დაგეგმილია კონცერტი 3 ნოემბერს, რომელიც გაიმართება სამეფო უბნის თეატრში. ეს არის საპრეზენტაციო სოლო კონცერტი. დილომშვიდობის, დიდი მადლობა ასეთი მუსიკისთვის და იმისთვის, რომ ხართ სტუმრები და ჩვენი სტუმარია, როგორც ნახეთ, თავად ჯგუფი ირიაო, მისი ხელმძღვანელის დათო მალაზონიას გამოკლებით, რომელიც ამჯერად თბილისში არ იმყოფება, თუმცა სულ მალე დაბრუნდება. სამაგიეროდ ჩვენთან ერთად არიან ჯგუფის პროდიუსერი გელა იმინაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ბადრი გრუზინსკი. დილომშვიდობის, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიახ და პატარა ჩართვას გავაკეთებთ ამ თოჯინებთან დაკავშირებით. ყავს გამარჯვებული, რომელმაც დარეკა და მას გადაეცემა ეს შესანიშნავი. ელისო შენგელია გახლავს გამარჯვებული. მოდი გვაქვს ახლა საშუალება გავესაუბროთ მას და მისგან მივიღოთ სწორი პასუხი. სიყვარლე თუ რა ქვია იმ ადგილს უდაბნოში, სადაც ყვავის მცენარეები. დილომშვიდობის, ხალბატონო ელისო.
ძალიან მომწონს ეს თქვენი თოჯინა და ძალიან მიხარია რომ მე ვარ გამარჯვებული ოაზისი რა თქმა უნდა სწორია ნამდვილად თქვენ ესე იგი სრულუფლებიანად შეგიძლიათ წაიღოთ საფრთხე ეს მშვენიერი თოჯინა რომელიც დააწესა ცნობილმა მეთოჯინე ბაჩო ცანავამ მოკლედ გილოცავთ და დღეიდან მოკლედ დაამშვენებს თქვენ სახლს საესულომეს თოჯინა არ დაკიდოთ რადგან პროდიუსერი თქვენს კოორდინატებს ჩაიწერს მოკლედ ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ხო საუბარი ბატონო ბადრი თქვენი სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება სწორედ ეს კონცერტი და რა თქმა უნდა ამიტომ უპირველესად თქვენგან გვინდა გავიგოთ შეფასება ირიაოსთან დაკავშირებით როგორ შეაფასებთ მათ შემოქმედებას მუსიკას მით უმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ თქვენ თავად ძალიან ახლო შეხება გაქვთ მუსიკასთან ისიც საქმეშია პირველი შემთხვევა არ არის რომ სამინისტრო უდგას ამ ტიპის ამ ჟანრის გვერდში მე თუ არ ვწდები ისე თქვენთან ვიყავით მაშინ შინის კონცერტი იყო თქვენთან ჩატარდა ამის პრეზენტაციაც და ჩვენ ვცდილობთ რომ წავახალისოთ ეს ჟანრი რომელიც საოცრად მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში მოგეხსენებათ თქვენ ვართ განებივებული საქართველოში ეთნოჯგუფებით და გვინდა ყველანაირად დავეხმაროთ რაც არის სწორედ მოვისმინეთ საპილოტო ჩანაწერები მოგვიტანა გელამ კულტურის სამინისტროში მოვისმინეთ და მაღალი დონე დავინახეთ თან ისეთი ხალხი არის ისეთი მუსიკოსები და თოუდგას ამათ საცავეში რომელიც შინიდან არის გადმოსული მოვატეობდა იქ და გადავწყვიტეთ რომ დავხმარებოდით იმ სეგმენტში ვაგერ დავუფინანსეთ კონცერტი რომელიც გვინდა რომ გავიტანოთ უკვე ფართო საზოგადოებამ მოისმინოს საზოგადოებრივ მოხდეს ასე ვთქვათ საზოგადოებრივ წარდგენა მოხდეს და ნუ მე უკვე გადაწყვიტა სმენელები და ჩვენი ქალაქი ესე იგი რადიოს მუსიკოსები არიან და ის თუ არა გავაგზავნოთ მასთან ურთიერთობა კონცერტი საპრეზენტაციოა ანუ ესე იგი მოხდება პრეზენტაცია მასობრივი წარდგენა ირიაოსის 3 ნოემბერს სამეფო უბნის თეატრში მოდით გითხარით ანუ კონცერტის შესახებ ერთი წლის შედეგია ანუ საპრეზენტაციო და საჩვენებელი კონცერტი ჩვენი მხარდამჭერისთვის კონცერტი რა ვიცი სადღაც 14 კომპოზიცია შესრულდება ძალიან საინტერესო კომპოზიციები და საინტერესო იმითაც არის რომ ყველა ორიგინალური კომპოზიცია ანუ დაფუძნებული ქართულ ფოლკლორზე რა თქმა უნდა მაგრამ ყველა ორიგინალურია და რა ვიცი ვაპირებ დავაგრძელოთ კიდევ ამ ჟანრში მუშაობა თუმცა არ არის გამორიცხული ისიც რომ რაღაცა შეურიოთ კიდე რაღაცა ანუ არის ამჟამად ამაზე მუშაობა თუ ჯერჯერობით იდეა აი ხა დაცვით ჩამოვა და უკვე ახალი პროექტზე შეიძლება დავიწყოთ მუშაობა შეიძლება მაგრამ ცოტა ხანში კონცერტი გვაჩვენებს როგორ იქნება თქვენი აზრით როგორ შეაფასებს მაყურებელი ირიაოს შემოქმედებას და როგორ მიიღებს როგორია თქვენი მოლოდინი ამ კონცერტთან დაკავშირებით. ისიც რაში ახლა რომ პირველი წარდგენა ყველაზე საპასუხისმგებლოა და პუბლიკა მიეჩვენა იმას რომ მომღერალი მღერის და აფასებს მის ვირტუოზობას და არა იმას რას მღერის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კონკურსები და სატელევიზიო კონკურსები და გამომდინარე. მე ვიცი რომ არ არის ეს ფართო მსმენელისთვის ეს მუსიკა, რა თქმა უნდა, ჯაზი თქვენ მით უმეტეს ეთნო ჯაზი. თუმცა ბევრი მოყვარული გაუჩნდა. კი, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ თუნდაც ამ მიმართულების სხვა ჯგუფებზე დასწრებას და მსმენელის რაოდენობას, მე მგონი ფეხს იკიდებს საქართველოში და ძალიან ბევრს მოწონს ამ მიმართულების მუსიკა და ეხლა ჩვენი თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, არავინ არ გაგვიკეთებს სხვა. ბატონო ბადრი, გასაგებია რომ ჩვენი ეთერის საშუალებით ვაძლევთ მეტნაკლებად მაყურებელს იმის საშუალებას, რომ დაიმუხტოს დადებითად ირიაოს ამ შემოქმედებით და მუსიკით. ვის ექნება საშუალება უკვე კონცერტზე დასწრების, თუ იყიდება ბილეთები, თუ შეზღუდულია და მოსაწვევები დარიგდება. ამ ეტაპზე თქვენიცით თვითონ ეს დაავებაზე სამეფო უბნის თეატრის შენობაში სულ 200 კაცი ეტევა და ჩვენ ესე გადავანაწილეთ, დავარიგეთ ეს ბილეთები. ისე როგორც ჩინის დროს, იქ უფრო ფართო მასშტაბიანი მოსაწვევებია ფაქტიურად და
აი შემდეგში ნახოთ თუ იქნება მოთხოვნა ამ ჯგუფთან დაკავშირებით, მე ვეცდებით რომ ცოტა უფრო ფართო მასშტაბიანი კონცერტი ჩავატაროთ. ანუ ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით განმეორებითი კონცერტი ასე გეგმაში არ არის. იქიდან გამოდიან როგორი მოთხოვნა იქნება ალბათ. როგორი გვექნება და როგორი გამოძახილი იქნება პრესაში. როგორც გამოხმაურება. ალბათ საქართველოში რაღაც კონცერტებს ჩავატარებთ. რაღაც რეგიონებში. აქამდე თუ ქონიათ ასეთი საპრეზენტაციო საჩვენებელი ხوای თუნდაც ახლობლების წრეში და საქართველოს რეაკარის რეპეტიცია ქონდა ასე ვთქვათ და ეს ჩვენ თეატრში დიდი მადლობა უნდა მინდა უთხრა ჩვენ თეატრს როგორ ძალიან გვეხმარება ბატონი ძიმა ღვთისიაშვილი და როგორ შეაფასეთ საინტერესოა ეს თუნდაც დახურული ჩვენება. ნუ არ ვიცი და ბატონი ბადრი დაესწრო და ესწრებოდი მე და მაშინ ძალიან მოგვეწონდა, პრაქტიკულად მაშინ გადავწყვიტეთ რომ ხარში დავდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ აი ვცდილობთ ისეთ ხალხს დავეხმაროთ, რომელსაც სჭირდება ახლა. ეს აი ფეხს იდგავს ეს ახალი ჯგუფი, მე ვთვლი რომ ამათ დიდი მომავალი აქვს წინ და ნამდვილად. ჩვენ დავეხმარეთ თქვენ გეცოდინებათ ჯაზ კვინტეტი ახალგაზრდების კარტოზია ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით გავაგზავნეთ საზღვარგარეთ და ჩამოიტანეს გრამპი. მე მგონი ზუსტად ვარტყავთ ხოლმე იქ, სადაც საჭიროა კულტურის სამინისტროს დახმარება. ჯერ არ აგვიცილებია რა, ამ შემთხვევაში თქონია რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. და დიდი მომავალია იქ. ეს ჟანრი უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში, ეთნო ჯაზი აქტიურად ვითარდება და ჩვენს არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანხმდებით სულ აღმოსავლურ ინტონაციებზე ვცდილობენ და ეს ჩვენ გვაქვს სისხლში გამიდარი და აქედან მგონია რომ კარგად მოვიდეს ფეხს და კარგად განვითარდება ჩვენს ქვეყანაში ესე. რადგან ბაზა არის საკმაოდ ვრცელი. ვრცელი ბაზა, მასალა გვაქვს უამრავი და მგონი ყველაფერი კარგად იქნება. აქედან გამომდინარე ალბათ გასაგები რომ ძალიან ბევრ პროექტს გახართ გვერდში და ხართ მხარდამჭერები, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მუსიკალური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც გვერდში უდგას თქვენი სამინისტრო, კულტურისა და დაცვის სამინისტრო, სწორედ ეს პროექტია ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ეს პროექტია ეთიკაში საქმე ჩვენი უამრავი მსახიობი ყავს, კაი მომღერლები ყავს ესტრადაში, მაგრამ იმათ მხარში დადგომა ნაკლებად სჭირდებათ. ეს სეგმენტი, ეს ნიშა არის აუცილებელი საქართველოში, იქ არის უკვე ბევრი ხალხი და დიდი ხანია, დიდი ტრადიციები გვაქვს. იმიტომ უნდა დავეხმაროთ ამ ეტაპზე. კარგით, ბატონო გელა, მოდით მაშინ ჩამოყალიბების ისტორია რო გაგვახსენოთ. როდის და რა ბაზაზე შექმნა და ვის ინიციატივით მოხდა ჩამოყალიბება? ინიციატივა მე ძალიან დიდი ხანია ერთი 2 წლის წინ დათოსაც უთხარი გავაკეთოთ, მაგრამ მე უცებ ბადრიმ მითხრა რომ ხო არ გავაკეთოთ და აი რაღაც ავენთეთ და საკმაოდ კარგი მუსიკოსები შეიკრიბა. კი, რა თქმა უნდა, დათო ქავთარაძე, ხალხური ინსტრუმენტები, ბუბა მურღულია, ვოკალი ვერგაშენი, სინთეზატორი და გაგა აბაშიძე ვოკალი და მიშა ჯავახიშვილი, შალვა ღელეყვა და ლევან აფშილავა. გავუსალით ინფორმაციით. კი, სხვადასხვა მაყურებელს გავასანით კიდევ ერთხელ მთელი კოლექტივი. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი, ოღონდ რეკლამის შემდეგ ნახოთ ახლა რამდენიმე წუთით რეკლამა და შემდგომ დავბრუნდებით ისევ ირიაოსთან ერთად.